საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, საიდანაც ნაწილი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დააფასოვა და ინახავდა პირადად, ხოლო დანარჩენ ნარკოტიკულ საშუალებას საცხოვრებელ სახლში ინახავდა. ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლებმა მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკული საშუალება მეთადონის შემცველ ნივთიერებას, ხოლო მესამე ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი მცენარე. მან ასევე უკანონოდ შეიძინა გამომშრალი მარიხუანა, საიდანაც ნაწილი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დააფასოვა და ინახავდა პირადად. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დაკავებულებს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, უკანონო რეალიზაციის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფის უკანონო დათესვის და მოყვანის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.